შორდედავებიან ჯგუფურ ძალადობას შემონაწილეობას ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულება, რაიმე ობიექტური მტკიცებულება პირი, რომელიც იტყოდა რომ რაღაც დანაშაული ქონება ჩაიდინა, იმეს მიაყენა რაიმე სახის ზიანი, მსგავს რამე არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული დეპარტამენტი გამოთხოვილი სხვა ვიდეო ჩანაწერები, რომელიც არის პირველ რიგში დაჭრილი, არის რაღაც 4 წამიანი მონაკვეთები, სადაც ექსპერტის თქმით ირაკლი ქერაშვილი ჩანს, თუმცა პიროვნება არის პირბადით და მისი ამოსθომა შეუძლებელი იყო და რა თქმა უნდა ეს ვიდეოებიც ცალკე აღებული რომც ჩავთვალოთ რომ რაიმეს ადასტუროს, მაქსიმუმ დაადასტუროს ის რომ ირაკლი ქერაშვილი ადგილზე იმყოფებოდა. სასამართლომ რაც გვაჩვენა, ყველას გვაჩვენა და ყველამ ვიცით, გუშინ დავწერე იმაზე რომ ჩვენი კონსტიტუცია უკვე აღარ არსებობს და მათ შორის სასამართლო და სხვა ინსტიტუტები, ასევე მათი დამოუკიდებლობა ყველაფერი არის დღეს ფეხქვეშ გათელილი. ამიტომ ვიცით რა არის სასამართლო, თუმცა სანამ განაჩენი გამოტანილი არის, ადამიანს ყოველთვის უნდა დაუტოვო შანსი, რომ თვითონ აიღოს თავისი პასუხისგებლობა, თავისი სიმდისი აალაპარაკოს და ამიტომ არ მიყვარს რომ წინასწარ ვთქვათ რომ მოსამართლეს რომელიმესი იმედი არ გვაქვს, სასამართლოსი არ გვაქვს, მაგრამ მოსამართლეს როგორც ადამიანი თავისუფალი და პასუხისგებელი მაინც გქონდეს. სათქმელი ბევრი მაქვს სასამართლოსთვის და ალბათ ბევრი ადამიანის სათქმელს ვიტყვი დღეს. სამართლებრივი ანალიზი ძალიან ძლიერი გვაქვს, სხვა შორის სიმბოლურია რომ დღეს 26-ია და 26 არგუმენტი მოუმზადეთ მოსამართლეს და ყველა მათგანი ცალ-ცალკე რომ დაფიქრდეს საკმარისი იქნებოდა გამამართლებელი განაჩენისთვის და მთავარი რაც მინდა დავანახო სრული სურათი, იმიტომ რომ სამართალი არიზომება მხოლოდ ვიწროთ და იმ რაღაცა კონკრეტული დეტალებით დიდ სურათში არის დასანახი, რატო არის ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული არა მარტო ამ ადამიანების ბედი, საქართველოს ევროპული მომავალიც.